აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გორის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია გაიმართა. საღვთო მსახურება ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრია მაღავლინა. ტრადიციულად ლოცვით მსვლელობას, რომელიც ეკლესიის გარშემო იმართება, შეუერთდა მრევლი. გილოცავთ აღდგომას, ჩვენი ქვეყნისთვის ახალი სიცოცხლის მშვიდობის, თავისუფლების, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის წელი ყოფილიყო სამაღდგომის შემდეგ, საუკეთესო და საუკეთესო წლები ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ვილოცავთ ყველანაირად, ჭეშმარიტება იყოს და სუმრავი და ბედნიერება იყოს. ვილოცავ ყველას, რასაც დაესწარით. ხშირად დაბრძანდებით თუ არა ღამის თევაზე? ღამის თევაზე ხშირად ვერა. შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი სამყარო აღდგომას აღნიშნავს. შაბათს იერუსალიმში ქრისტეს აღდგომის ტაძარში მორწმუნეებმა წმინდა ცეცხლის გარდმოსვლა იზეიმეს. ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუკულიიდან იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა. ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს კი ეკლესიას საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. მოსახლეობა დღეს ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავზე გადის, რათა მიცვალებულებს ქრისტეს აღდგომა ახარონ.